ეხლა მინდა გაჩვენოთ, პირველად ვაკეთებ აი რუსული ტერმინი რო არის ზაკლოვკა რა, ასე უძახია ზაკლოვკების, ქართულად არ ვიცი როგორ ქვია, ზაკლოვკების გაკეთება. ეხლა მაჩეტეზე მაქვს გასაკეთებელი ტარი. ეხლა ეს ტარი დროებით გავუკეთე. ტოტები მაქვს გასაჩეხი, თან მაინტერესებს რამდენად გავუძლებს და მე კარგ ტარს მე უკვე ეს ჩემი პროფესია ხეზე მუშაობა. მე უკვე უკეთეს გავუკეთებ. ეხლა უბრალოდ მეჩქარება. აი ესენი ვიყიდე. ან პირველად ვიყიდე ესეთი რამე რა, ეს ხელსაწყო. აი ტოლსენის ფირმაა. შეხედეთ და აი აქ უკეთდება ესე ვთქვათ ტყვიები, ესენი სხვადასხვა ზომებია. ასე ჩადებ. ასე სამნახევარი ღირდა ხ მაღაზიაში ცოტა ძვირია, მაგრამ და აი აქ გახრეტილი უნდა იყოს ორივე მხარეს. ამას ჩასვავ, ამ ტყვიას მოათავსებ, დააწვევი, მოიცი დავაწვევ და პლასკა კუცივით უჭერ. ეხლა ორი ხელით უჭერდი და ვერ გადავიღე. მოგედ უჭერ და ეხლა წესით უნდა დაიტკაცნოს. აი, დაიტკაცნა. და გამოვარდა, აი ესე გამოვარდა ნარჩენი. მოკლედ, შიგნიდან ამოქაჩა, აი როგორც დუბელის ლურსმანიო და დუბელისის შურუფებით რა ქვია ის რომ მუშაობს, ამოქაჩა რკინა. ანუ ესე ხო ჩავსვით. ეს მოკაჩა თავისკენ მოკაჩა და ასე თქვა ზაკლოვკას უკეთებს, მაგრამ ეს რადგან ღრმა არის, ახლა შეიძლება მეორე მხრიდანაც გავუკეთო. ნახოთ რა, მოკლედ მაინც გადავიღე, შეიძლება იმას დააინტერესოს. მე ამის უფრო ზუსტ და კარგ მუშაობას რა სიღრმეზე როგორ წავა და რანაირად, მაგრამ მაგას მე კიდე უფრო დავტესტავ, ნახავ, ვისწავლი. იმიტომ რომ ადრე კი მუშაობდი ხეზე, მაგრამ სხვის სახელოსნოში მუშაობდი და ჩემი ხელსაწყოები არ მქონდა ხოლმე და ეხლა ვიწყებ აი ხელსაწყოების გატესტვას რა. პლუს წება უნდა ჩავამატო, იმიტომ რომ რაღაც ეს შეშისგან ავიღეს მასალა უცებ, რაღაცა ჭერამია თუ რაღაცა. რომ არ რაღაცა ტოტები მაქვს, სარები მაქვს ბოსტნისთვის, აი ბოსტანი და სარები მაქვს გასაკეთებელი და მაგისთვის მჭირდება. ამიტომ ესე ნახოთ, ტესტავ ამას. აი ესეთი რამეა რა, ტოლსენი, აი. მეცა, აი ფოტო გადავიღეთ და შეგიძლიათ შეიძინოთ. ეს რა 15 ლარი ღირდა ეს თვითონ. ტოლსენი, ну სხვადასხვა ფირმებიც არის, მაგრამ შვენიერი რამეა რა. ტარს გამოუცვლი შენით მე.